ამ ვიდეოში მინდა მოკლედ ვისაუბრო copywriting-ის შესახებ, შეიძლება არ იცოდე რა არის, მაგრამ ძალიან ძირითადი რაღაცები მინდა გაგიზიარო ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ფიქრობ, რომ ძალიან გამოსადეგი რამე არის და თან რა არის ეს სფერო ზოგადად, რას ნიშნავს copywriting-ი და თან რამოდენიმე პატარა პრინციპსაც გავიგებთ, როგორ გავაკეთოთ სწორად ეს ყველაფერი. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, copywriting-ი არის ტექსტის სწორად წერის ხელოვნება, დაახლოებით ასეთი რაღაცა და ისეთი წერა, რომელიც ადამიანს რაღაცას მოანდომებს, რაღაცისკენ მოუწოდებს. ან უბრალოდ წერა, რაღაც ტექსტის წერა, მაგალითად, როგორც ჩვენ Telegram-ში არის პოსტები, რომლებიც რაღაც აღირებულებას შეიცავს და ვიღაცისთვის საჭირო არის. და აი ეს ტექსტი, მაგალითად, ვიცით რაღაც ხო, როგორ დავპოსტოთ და სწორად როგორ გავაკეთოთ. ან მაგალითად შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა, რაც არის bio, მაგალითად YouTube-ის bio, ან TikTok-ის, ან Telegram-ის bio, ან ნებისმიერი მსგავსი bio, რომელიც მიმართული იქნება იმაზე, რომ რაღაცკენ მოუწოდოს. მაგალითად, ეგ შეიძლება იყოს გამოსადეგი ასევე გაყიდვებში. რაღაცა პროდუქტი გაქვს, რასაც ყიდი და გჭირდება სწორი ტექსტი. მაგალითად, კლიენტი არის, რომელსაც უნდა მიწერო და სწორად შესთავაზო, როგორ უნდა გააკეთო სწორი შეთავაზება ტექსტით. როგორ უნდა იყოს ტექსტი მომაჯადოებელი, ისეთი, რომ ადამიანს მოუწოდოს, რომ ეს გააკეთოს და ზოგადად ტექსტის წერასაც ეხება, აი, მანდ შედის copywriting-ი და მოდი ახლა ეს პოსტი 10 თებერვალსაც დაიდება, წინასწარ დაგეგმილი უკვე ჩვენ ჯგუფში. ეგ პოსტი გავიაროთ, აი ეს პოსტი გავიაროთ და ავხსნათ ძირითადად რა უნდა იყოს. მე მგონი ჩანს იმედია ეს პოსტი. სამი მარტივი რჩევა copywriting-ში, რომ შენი პოსტები ბოლომდე წაიკითხოთ. პირველ რიგში ეგ სათაურსაც ხედავთ ხო? სათაურზე რომ არ იყოს დასაწყისში რაიმე ემოჯი. მაგალითად ამ შემთხვევაში ახან Telegram-ზე ვართ, მოდი Telegram-ზე როგორ პოსტოთ იმასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ფოტო თუ არ არის, ძალიან ნაკლები შანსია, რომ ეს პოსტი ვინმემ წაიკითხოს, იმიტომ რომ პირველ რიგში ვიზუალურად უნდა მოიხიბლოს თვითონ პოსტით, რომ ამ პოსტის წერა განაგრძოს. მოდი ამ პოსტს დავუბრუნდებით, უბრალოდ აი ეს ბიო ნახოთ. ნახე, პირველ რიგში ბიოში რა არის რა? არ არის გადატვირთული, Telegram-ის ბიო აქ ხედავთ. არ არის ძალიან გადატვირთული და თან არის რაღაცა ისეთი აი თავისუფალი რა. პირველ ხაზზე წერია თუ ვინ ვარ სიტყვაზე, trader life enjoyer და მეორეში წერია ღია საუბრები რა. მოკლედ და კონკრეტულად გეუბნება რა ხდება ამ ჯგუფში. რომ არის ღია საუბრები, ეს ბიო კი შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდა და უფრო პოსტების მიმართულებით წავიდა, შემეცნებითი მიმართულებით წავიდა ეს ჯგუფი და თავიდან საერთოდ არ გეგმავდი ამას, უბრალოდ ჩემთვის პოსტავდი საინტერესო არის ეს სფერო. ხო და მოდი ახლა უშუალოდ რო გავიაროთ რა. პირველ რიგში თავში ემოჯი თუ არ იყო, არავინ არ წაიკითხავს შენ პოსტს, ასე ვთქვათ. ნუ იმაზე შევთანხმდით, რომ ფოტო აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ფოტოს გარეშე ვიზუალს ვერ დაინახავს, არ წაიკითხავს პოსტს, იმიტომ რომ არ წაიკითხავს პოსტს ფოტოს გარეშე და საწყისში რა არის. ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რაც კიდე არის რა, ტექსტი რაც გექნება უნდა იყოს მათ შორის დაყოფები, მინიმუმ 3-4, აი მაგალითად, ეს ერთიანად ტექსტი გადაბმული არ უნდა იყოს, უნდა იყოს დაყოფილი. აი ეს ტექსტი წერია, შემდეგ ერთი ხაზი გამოტოვილი არის, შემდეგ პირველი, მეორე სიტყვაზე 3 მარტივი რჩევა, ხო? პირველი, მეორე, მესამე და ყველა შორის არის ერთი ხაზი გამოტოვილი, იმიტომ რომ ადამიანის ტვინი აიგრე არ არის მოწყობილი, რომ დიდ ტექსტს რო დაინახავს, ეგრევე მოუდეს მაგის წაკითხვა. შეიძლება ფოტო დაინახოს, მოუდეს მაგის წაკითხვა, მაგრამ დაინახავს დიდ ტექსტს და მიანებებს თავს და ან იტყვის, რომ აი მე წავიკითხავ, ან რაღაც ეგეთი. მაგრამ როცა ხედავს დაყოფებს, აი მაგალითად წიგნში როგორც არის რა, დაყოფებს რო ხედა, უფრო რაღაცა მალე რო თავდება თავი, უფრო უნდება ადამიანს რომ წაიკითხოს რა და ადამიანს ტვინი ეგრე ცოტა ზარმაცი არის რა. და აი აქ
ესეთ დაყოფებს რომ ისცემ, როგორც აი აქ გვაქვს. აი ნახე, აქაც და ბოლოში ბონუს ამებს ყველაფერს გავუვით რა, მოკლედ. ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევ ყველაფერს, მე მგონი უკვე დიდი ვიდეო გამოვიდა. მაგრამ პირველი არის აი ეს, რომ ხაზზე დაყოფა უნდა იყოს რა, რომ ადამიანმა შეძლოს წაკითხვა. ასე უნდა იყოს სათაური, მარტივი და გასაგები რა, მაგალითად, 3 მარტივი რჩევა copywriting-ში. ამაში შეიძლება უფრო კარგად, უფრო ლამაზად იყოს ეს ყველაფერი შეფუთული, მაგრამ რახან ფოტო იყო, რახან კარგი ვიზუალი აქვს, ამას აღარ ჩავთვალე საჭირო, რომ ბევრი რაღაც ყოფილიყო, მაგრამ ერთი ეგეთი რაღაც რაც არის, მაგალითად სათაურში, 3 მარტივი რჩევა copywriting-ში. ჯერ ერთი copywriting-ი ბევრმა არ იცის რა არის, უკვე მიმზიდველი არის ეს პოსტი და თან 3 მარტივი რჩევა, ადამიანს გააგონებ მარტივი, უკვე უნდება ხო წაკითხვა ამ ყველაფერს. 3 მარტივი რჩევა და თან ადამიანს უყვარს, როცა რაღაც ციფრებით უსახელებ რა, ესე არ არის, რომ სხვანაირად რო ყოფილიყო ეხა ეს ყველაფერი, აი ეს დასაწყისის ტექსტი არ წაიკითხავდა. და თან ნახე რა არის აქ ყველაზე მაგარი რა არის მიყოლებული, რომ შენი პოსტები ბოლომდე წაიკითხონ. არის ერთგვარი პროვოკაცია, რომ შენ პოსტებს ბოლომდე არ კითხულობენ, ამისთვის ეს 3 რჩევა გჭირდება, რომ შენი პოსტები წაიკითხონ. ანუ ერთგვარი პროვოკაცია არის მისთვის, რომ გააგრძელოს კითხვა. თან ეს ყველაფერი ლამაზად არის, მაგალითად, პირველი ტექსტი დაბოლდილი არის, ანუ დაბოლდილი, ანუ უფრო გამახვილებული არის ყურადღება იმ ტექსტზე და ყველა თუ დააკვირდები ასევე ტექსტი რაც წერია არ არის ყველა ერთი შრიფტით დაწერილი. აქ უფრო გამუქებულია სათაურები, მაგალითად აქაც და ყველა სათაური რაც არის უფრო გამუქებულია რა. და ეგ უნდა გამოიყენო კიდე ერთი რაც არის, რომ სათაურები უნდა იყოს ყოველთვის გამოყოფილი. ან შეგიძლია გქონდეს Telegram-ს აქ ეგრე რომ დააქვუოტო რა. გააკეთო არ ვიცი როგორ თქვა ეგ. ხო, მოკლედ. შეგიძლია ხაზი გაუსვა სიტყვაზე რამე ძლიერი ტექსტი რაც არის და ეგრე მონიშნო რა, მაგით მიიქცია ყურადღება. ემოჯები ძალიან ბევრი არ უნდა, მაგრამ ერთი რა მნიშვნელოვანი რაღაცა რაც არის ემოჯებთან დაკავშირებით არის ის, რომ ემოჯი იყოს დასაწყისში და ერთი დოთით გამოტოვება უნდა იყოს რა. ერთი უნდა დაარტყა და გამოტოვო და მერე დაიწყო ტექსტი. ბევრი ემოჯი არ უნდა, მაგრამ გააჩნია როგორი ტექსტი არის. მაგალითად, აქ ერთი ემოჯი არის დასაწყისში, რა თქმა უნდა, პოსტთან შესაბამისი და ბოლოს და ერთი. ანუ ბონუს რჩევასთან ნახე შესაბამისი პოსტი არის, რაც უკვე ანდომებს, რომ წაიკითხოს. მოდი ამ პირველისთვის სულ ეს იყოს. უკვე ბევრი კარგი რაღაცა ვთქვით copywriting-თან დაკავშირებით, კიდე ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც გასათვალისწინებელია და რაც ტექსტით ადამიანს იზიდავს, რომ წაიკითხოს ეს ტექსტი. ან შეიძლება რაღაც იყიდოს კიდეც. იმდენად სანდო ტექსტი იყოს, იმდენად მოეწენოს, იმდენად მიიზიდოს, იმდენად ემოციური იყოს და ზოგადად ეგ არის რა, რომ რაღაცა პროდუქტი თუ გააქვს, სიტყვაზე აქ პროდუქტზე არ არის საუბარი, მაგრამ პოსტები არის, რომელიც ადამიანმა უნდა წაიკითხოს. თუ შენ რაღაც პროდუქტი გააქვს, იმ ადამიანმა რომ ეს ყველაფერი იყიდოს, ემოცია უნდა იყოს, ემოცია უნდა დაინახოს. იმიტომ რომ სიტყვაზე ბევრს აქვს გავსი პროდუქტი, შენი რით განსხვავდება, შენ შეფუთვა არის რა, შენი გარენა შეფუთვა სხვანაირი არის და შენ თან მას აძლევ იმ ემოციას, რომ შენ გაყიდულობს. ანუ შენი ტექსტით ემოციას აძლევ და აი ეს ყველაფერი არის copywriting-ი და შეიძლება ვერ ხვდებოდი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა copywriting-ი, ასე რომ მოდი ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყოს და თუ მოგეწონათ დაწერთ კომენტარებში, რომ ვიცოდე, ჯერ ჯგუფში ცოტა ადამიანი არის, სულ 13 მემბერია როგორც ხედავთ და ასევე YouTube-იც გვაქვს და ვეცდები რომ უფრო გაიზარდოს ეს რიცხვი, უფრო სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს და ვეცდები რომ უფრო ჯგუფი გავზარდო, უფრო კაი პოსტები იყოს ხოლმე, უფრო ისეთი, რომელიც დამხმარე იქნება. ასე რომ ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. აბა დროებით.